დღეს ვისაუბრებთ ვენეციაზე და შუა საუკუნეების შეუძლებელი ინჟინერიაზე. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, როგორ არის შესაძლებელი მთელი ქვისა და აგურის ქალაქის დაყრდნობა არასტაბილურ ჭაობზე, რომელიც მარილიანი წყლით არის გარშემორტყმული. წარმოიდგინე, რა გამოწვევაა აშენო მდიდრული სასახლეები და მონუმენტური ეკლესიები ისეთ ადგილას, სადაც მიწა მხოლოდ ტალახისა და რბილი თიხისგან შედგება და არანაირი მყარი საფუძველი არ ჩანს. როგორ შეძლეს შუა საუკუნეების მშენებლებმა სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქის შექმნა არმატურიანი ბეტონის, თანამედროვე ამწეებისა და მოწინავე გეოლოგიური კვლევებში. დღეს ვენეციის საიდუმლოებებში ჩავიძგავით, რათა გავიგოთ, როგორ გადააქცია ინჟინერიამ ეს თითქოს შეუძლებელი თავშესაფარი გამძლეობისა და შემოქმედების შედევრად, რომელიც უკვე 1000 წელზე მეტია დროს ეწინააღმდეგება. მაგრამ იმისათვის, რომ ვენეციის გენიალურობა გავიგოთ, საჭიროა დროში უკან დავბრუნდეთ. კონკრეტულად კი 452 წელს. იმ დროს იტალიის ნახევარკუნძული ბარბაროსთა შემოსევების შიშის ქვეშ იყო, რომელსაც ძირითადად ატილა ჰუნი ხელმძღვანელობდა. სანამ კონტინენტური ქალაქები იძარცვებოდა და ნადგურდებოდა, ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფარს ეძებდა. ერთადერთ ადგილას, სადაც ცხენოსანი ჯარები ვერ აღწევდნენ, ტალახიან კუნძულებსა და ვენეციის ლაგუნის ჭაობებში. ის, რაც დაიწყო როგორც მეთევზეებისა და სასოწარკვეთილი ლტოლვილების დროებითი ბანაკი, საბოლოოდ გადაიქცა საზღვაო ძალაუფლების საფუძვლად. თუმცა იმისათვის, რომ ის ტალახის კუნძულები მეტროპოლიად ექციათ, ვენეციელებს ინჟინერული გადაწყვეტილებების გამოგონება მოუხდათ, რომლებიც იმ მასშტაბით არასოდეს იყო გამოცდილი. მათ ბრწყინვალედ გაუმკლავდნენ ზღვის კოროზიასა და ნიადაგის არასტაბილურობას. პირველი და მთავარი ბარიერი ვენეციაში მშენებლობისთვის იყო მყარი ნიადაგის არარსებობა. საშუალება, რომელიც შუა საუკუნეების ინჟინრებმა იპოვეს, ისეთივე მარტივი იყო, როგორც თამამი. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ საკუთარი მყარი საფუძველი, ლაგუნის ფსკერზე მილიონობით ხის ბოძის ჩარჩოებით. ეს ბოძები ძირითადად მუხისა და ლარიქსისგან დამზადებული სლოვენიისა და ხორვატიის ტყეებიდან მოქონდათ. ისინი ჩარჭობდნენ ზედაპირული ტალახის ფენას და აღწევდნენ ბევრად უფრო მკვრივ და კომპაქტურ თიხის ფენამდე, რომელსაც კარამი ეწოდება. და იმის საპირისპიროდ, რასაც შეიძლება ფიქრობდეთ, ხე საუკუნეების განმავლობაში არ დალპა. რადგან ბოძები მთლიანად ჩაძირულია და ტალახშია დამარხული, ისინი არ ეხება ჟანგბადს, რაც ხელს უშლის სოკოების და ბაქტერიების გავრცელებას, რომლებიც დაშლაზე არიან პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში მინერალებით მდიდარი წყლის მუდმივმა ნაკადმა ხე მინერალიზაციის პროცესში გაატარა, რის შედეგადაც ის ისეთივე მდგრადი და მტკიცე გახდა, როგორც ქვაო. ამ გადაბრუნებულ ბოძების თხეზე ვენეციელები აწყობდნენ ხის ფიცრების ორ ფენას და შემდეგ აწყობდნენ ისტრიული ქვის საძირკველს. ეს ქვა არის წყალგაუნტარი კირქვის ტიპი, რომელიც ისტრიის ნახევარკუნძულიდან მოიპოვება. და ეს იყო აუცილებელი, რადგან ის არ შთანთქავს მარილიან წყალს, ქმნის საიზოლაციო ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის ზედაკედლების აგურამდე ასვლას. ამ გარდამავალი ფენის გარეშე კაპილარობა რამდენიმე წელიწადში გაანადგურებდა ნაგებობებს მარილის კრისტალიზაციის გამო. მართლაც საოცარია იმის გაფიქრებაც კი, რომ მაგალითად სანტა მარია დე ლა სალუტეს ბაზილიკა დგას მილიონზე მეტ ხის ბოძზე, რომლებიც დღემდე ასრულებენ თავის სტრუქტურულ ფუნქციას. ესეთი მასიური ნაგებობის წინაშე გჯერათ, რომ თანამედროვე ინჟინერია ამავე საძირკვლისთვის ხის გარდა სხვა მასალას აირჩევდა. ეს არის კითხვა, რომელიც აზრებს ყოფს. მაგრამ ერთი რამ უდავოა. ინჟინერიაში თუ საძირკველი მტკიცე და კარგად დაგეგმილი არ არის, ზედაშენებული არაფერი გაძლებს. უბრუნდებით ვენეციას, ეხლა როცა საფუძველი უკვე დადებულია, გამოწვევა იყო ზემოთ მდებარე სტრუქტურის წონა. ვენეციაში თითოეული კილოგრამი მნიშვნელოვანია.
და ამიტომ მასალების შერჩევა სტრატეგიული იყო. სანამ ევროპის დანარჩენ ნაწილში მასიური ქვის დიდი ტაძრები შენდებოდა, ვენეციელებმა აგური აირჩიეს, რომელიც მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქია. გარდა ამისა, შენობების სიმაღლე მკაცრად იყო შეზღუდული, რათა თავიდან აეცილებინათ ნიადაგის ზედმეტი დაწევა. ამ აგურების შესაერთებლად ისინი იყენებდნენ სპეციალურ კივის დუღაბს, რომელიც გარკვეულ მოქნილობას ინარჩუნებდა. ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლაგუნის ნიადაგი მუდმივად მოძრაობს და ჯდება, ზედმეტად მყარი კონსტრუქცია კი ბზარებს მიირებდა და დაინგრევდა. მოქნილობა საშუალებას აძლევდა შენობას ესუნთქა და მიწის მიკრომოძრაობებს ადაპტირებულიყო ისე, რომ მთლიანობისთვის ზიანი არ მიეყენებინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო რკინის შემკვრელი ღეროების ჯვარედინის სქემით გამოყენება. ვინაიდან ვენეციური სასახლეების ფასადებს ხშირად ბევრი ფანჯარა აქვს, რათა სინათლე შემოვიდეს და კედლების წონა შემცირდეს, კონსტრუქცია გვერდებზე გახსნისკენ მიდრეკილი იყო. ამ ძალის დასაძლევად ინჟინრები ამონტაჟებდნენ რკინის ღეროებს, რომლებიც შენობას ერთი მხრიდან მეორეზე კვეთდნენ და გარე კედლებს იატაკის ხის კოჭებზე ამაგრებდნენ. ეს სისტემა ქმნიდა ერთიან სტრუქტურულ ყუთს, რომელიც ტვირთებს თანაბრად ანაწილებდა. შედეგად მივიღეთ არქიტექტურა, რომელიც თითქოს ლივლივებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დაძაბულობებისა და ბალანსის რთული სისტემა. თავდაპირველად ვენეცია იყო იზოლირებული კუნძულების არქიპელაგი, სადაც ტრანსპორტირება მხოლოდ ნავებით ხდებოდა. მოსახლეობისა და ვაჭრობის ზრდასთან ერთად გაჩნდა საჭიროება, რომ ეს კუნძულები მუდმივად დაეკავშირებინათ ერთმანეთთან. პირველი ხიდები ხისგან იყო გაკეთებული და ჰქონდათ დაბალი საფეხურები, რათა ცხენებისთვის გადავლა გამარტივებულიყო, რომლებიც ქალაქებში გავრცელებული იყო მე-14 საუკუნემდე. თუმცა ხე მუდმივ მოვლას საჭიროებდა ძლიერი ტენიანობის გამო. ქვის ხიდებზე გადასვლამ ქალაქის ინჟინერიაში მნიშვნელოვანი წინსვლა მოიტანა. ყველაზე გამორჩეული მაგალითია რიალტოს ხიდი, რომელიც 1591 წელს დასრულდა. იმ დროის ბევრ არქიტექტორს, მათ შორის ცნობილ მიქელანჯელოს, ეჭვი ეპარებოდა, რომ ასეთი დიდი ქვის ხიდი შეძლებდა მდგრადად დგომას დიდი არხის არამყარ ნიადაგზე. იმის დასამტკიცებლად, რომ სკეპტიკოსები ცდებოდნენ, არქიტექტორმა ანტონიო და პონტემ რიალტოსთვის განსაკუთრებული საძირკველი დააპროექტა. ხიდის თითოეულ მხარეს ჩასვეს 12,000 ხის ბოძი, რათა ერთიანი ქვის თაღი დაეჭირათ. ინჟინერია აქ მხოლოდ ვერტიკალური წონის დაჭერაზე არ იყო, არამედ ასევე იმ გვერდითი ზეწოლის გაძლებაზე, რომელსაც ასეთი ფართო თაღი ნაპირებზე ახდენს. გადაწყვეტილება იყო ბოძების დახრა და საფეხუროვანი საძირკვლის შექმნა, რომელიც ძალებს ეფექტურად მიმართავდა მიწისკენ. დღეს ხიდი ვენეციური ტექნიკური სითამამის მოწმობად დგას და ყოველდღიურად ათასობით ტურისტის წონას უძლებს. მაგრამ ეს აქ არ დასრულებულა, რადგან სირთულეები მხოლოდ იზრდებოდა. ვენეცია სასტიკ პარადოქსს ეჯახებოდა. ის ყველა მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული, მაგრამ მის მიწაზე არც ერთი წვეთი სასმელი მტკნარი წყალი არ იყო. რადგან ლაგუნის ქვეშ არსებული წყლის ფენა მარილიანია, ვენეციელებს თავიანთი მოედნები, რომლებიც ცნობილია როგორც კამპო, გიგანტურ წვიმის წყლის შეგროვებისა და ფილტრაციის სისტემებად უნდა ექციათ. თითოეული მოედანი მსუბუქი დახრილობით შენდებოდა ქვის გისოსებისკენ, რომლებიც კუთხეებში იყო განთავსებული. საფარის ქვემოთ არსებობდა უზარმაზარი აუზი, რომელიც დაფარული იყო წყალგაუმტარი თიხის ფენით, რათა ზღვის მარილიანი წყალი არ შემოსულიყო და მტკნარი წყალი არ გაპარულიყო. ეს აუზი ივსებოდა სხვადასხვა მარფლოვანების ქვიშის თანმიმდევრული ფენებით, რომლებიც ბუნებრივ ფილტრად მუშაობდნენ. წვიმის წყალი ამ აუზებში ჩაედინებოდა, გადიოდა ქვიშის გავლით, რომელიც ჯუჯხს იჭერდა და გროვდებოდა ცენტრში, სადაც მდებარეობდა ჭები, რომლებსაც ვერა დაპოზო ეწოდებოდა. ეს სისტემა იმდენად ეფექტური იყო, რომ ვენეციას 600-ზე მეტი საჯარო და კერძო ჭა ჰქონდა,
რაც უზრუნველყოფდა 150,000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენას მისი აყვავების პერიოდში. ამ ფილტრების მოულა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო კაცრი კანონებით, რომლებიც გრძალავდა ნებისმიერი სახის დაბინძურებას წყლის აღების ადგილების მახლობლად. ეს იყო პასიური ჰიდრავლიკური ინჟინერია, რომელიც მხოლოდ მიზიდულობასა და ბუნებრივ მასალებს იყენებდა სასიცოცხლო პრობლემის გადასაჭრელად. შეგიძლიათ წარმოიდგინო, როგორი იქნებოდა თანამედროვე ქალაქის ლოგისტიკა, თუ მთლიანად დამოკიდებული ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენს მოედნებზე ნიადაგში გაფილტრულ წვიმის წყალზე. და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოგვეგვარებინა კანალიზაციის სისტემა? ჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, სადაც ნიადაგი არ არის ნარჩენების შესაწოვად, ნარჩენების მართვების მართვა სანიტარული თვალსაზრისით უზარმაზარი გამოწვევა იყო. ვენეციელების გადაწყვეტა იყო კანალიზაციის სისტემის ინტეგრირება ლაგუნის ბუნებრივ დინამიკასთან. მათ ააშენეს აგურით ნაგები მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, რომელსაც გატოლი ეწოდება. ეს გვირაბები აგროვებდა ნარჩენებს სახლებიდან და მიიხვანდა მათ არხებამდე. ამ სისტემის ეფექტიანობის საიდუმლო თავად გვირაბებში კი არ იყო, არამედ მოქცევების ფენომენში. დღეში ორჯერ მოქცევის დროს ქალაქში ადრიის ზღვის სუფთა მარილიანი წყალი შემოდიოდა და მოქცევის დაცემისას წყალი უკან გადიოდა, თან ნარჩენებს ღია ზღვაში მიიტანდა. ფიზიკური ნარჩენების გადატანის გარდა მარილიანი წყალი ბუნებრივი დეზინფექტორის როლს ასრულებდა და ეხმარებოდა იმ დაავადებების გავრცელების კონტროლში, რომლებიც სხვა ევროპულ შუა საუკუნეების ქალაქებს აზარალებდა. ვენეციელები იმდენად კარგად ესმოდათ ეს ციკლი, რომ შექმნეს რეგულაციები არხების არასდროს დაბლოკვისთვის, რათა ქალაქის ფილტვებს სუნთქვა არ შეწყვეტოდა. ეს იყო სრულყოფილი სიმბიოზი ადამიანის ინფრასტრუქტურასა და ბუნების ციკლებს შორის. მიუხედავად თანამედროვე მოსახლეობის ზრდისა, ეს ძირითადი სისტემა კვლავაც ისტორიული ცენტრის სანიტარიის ხერხემალია. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ დაგვთ გამოწერილი და ლაიქეთ ვიდეო. თუ გსურთ დაგვეხმაროთ ამ და სხვა მრავალგვარი კონტენტის შექმნაში ამ პლატფორმაზე, განიხილეთ წევრობა და დაგვეხმარეთ ყავითა და ყველიანი პურით, რომ ჩვენს ვიდეოებში მოვიხსენიოთ. გსურთ პროფესიულად გაიზარდოთ, ან ახალი ტექნიკური უნარი განივითაროთ. დაასკანერეთ QR კოდი, ან გადადით არხწერაში მოცემულ ფულზე და აღმოაჩინეთ გვერდი ყველა იმ კურსით, რომელსაც გირჩევთ. მაგრამ ეხლა მინდა თქვენი აზრი გავიგო. ამ შუა საუკუნეების საინჟინრო გადაწყვეტებიდან, რომელს მიიჩნევთ ყველაზე გონებამახვილ გადაწყვეტად, დიურ გადაწყვეტად და რატომ გვაოცებს ის დღემდე 21 საუკუნეშიც კი. დატოვეთ თქვენი პასუხი კომენტარებში და ერთად გავუზიაროთ აზრები ამ თემაზე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააკმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყვარეობა. თუ გსურთ მხარი დაგვიჭიროთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი და განიხილეთ არხის წევრობა. ეს არის ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავთ.